მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთი აქტუალური საკითხი განვიხილო. თემა ეხება მოჰამედ შუამავლის მიმართ ბრალდებას, რომ მან წმინდა ყურანი ბიბლიიდან გადაწერა. მართლაც გადაწერა თუ არა მოჰამედმა ყურანი ბიბლიიდან და ეს იმ დროისათვის შესაძლებელი იყო თუ არა. ზოგიერთი ქრისტიანი კრიტიკოსი აღიარებს, რომ მოჰამედი თვითონ არ იყო ყურანის ავტორი, მაგრამ ცდილობს დაამტკიცოს, რომ მან იგი ებრაელებისა და ქრისტიანების წმინდა წერილებიდან შეისწავლა და შემდგომ გადაწერა. წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ შუამავალმა მოჰამედმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ არ იცოდა წერა კითხვა, რაც ავტომატურად გამორიცხავს ქრისტიანებისა და ებრაელების წმინდა წერილებზე მეცადინეობის და შემდგომ იქედან გადაწერის შესაძლებლობაზე. რაც შეეხება ამ ყველაფრის ზეპირსიტყვიერად მოსმენის და შემდგომ უკვე ყურანის სახით გადმოცემის თეორიას დღეს ამ ვიდეოში განვიხილავთ. შუამავალ მოჰამედის ებრაელებთან და ქრისტიანებთან კონტაქტი უკიდურესად შეზღუდული იყო. ისტორიული ჩანაწერები გვაჩვენებს, რომ მან შუამავლობამდე მექას გარეთ სულ სამჯერ იმოგზაურა. პირველი იყო 6 წლის ასაკში, როდესაც დედას ახლდა მედინაში. მეორე 12 წლამდე ასაკში ბიძასთან ერთად იმყოფებოდა დამასკოში. და მესამე 25 წლის ასაკში ხადიჯას ქარავანს უძღვებოდა სირიაში. 15 წლით ადრე, ვიდრე პირველ გამოცხადებას მიიღებდა. მისთვის ყველაზე ახლოს ნაცნობი ქრისტიანი იყო მოხუცი ბრმა ვარაყა ბინ ნაუფელი, რომელიც თავისი მეუღლის ხადიჯას ნათესავი იყო. შუამავალ მოჰამედს ვარაყა ბინ ნაუფელთან სულ ორჯერ ჰქონდა შეხვედრა. ერთი მანამდე, ვიდრე შუამავლური მისია დაეკისრებოდა და მეორე პირველი გამოცხადების შემდეგ. ვარაყა ბინ ნაუფელი პირველი გამოცხადებიდან 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა ყურანის ჩამოვლინება 23 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. წარმართები მას რომაელისგან ყურანის შესწავლაში ადანაშაულებდნენ, ვინმე ქრისტიანი მჭედლისგან, რომელიც მექას გარეუბანში ცხოვრობდა. თუმცა ამის გასაბათილებლად წმინდა ყურანის ერთ-ერთი აიათით საკმარისია, სადაც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს. ვიცით, რომ ისინი ამბობენ, მას მხოლოდ ადამიანი ასწავლისო, მაგრამ მისი ენა ხომ უცხოა ვისზეც მიანიშნები, ხოლო ამის ენა კი ხალასი არაბულია. სურა ნაჰლის 103 აიათი. მოჰამედის მტრები ყურადღებით აკვირდებოდნენ მას იმის მოლოდინით, რომ იქნებ რაიმე მამხილებელი არგუმენტი დაეჭირათ და მათ ყურად გამოეცხადებინათ იგი. თუმცა მათ ვერ დაასახელეს ვერც ერთი ფაქტი, როდესაც მოჰამედს ფარული შეხვედრა ჰქონდა ქრისტიანებთან ან ებრაელებთან. მართალია შუამავალს სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჰქონდა რელიგიური დისკუსიები, დიალოგები ქრისტიანებთან და ებრაელებთან, მაგრამ ეს შეხვედრები იმართებოდა საჯაროდ მედინაში, შუამავლის მეჩეთში. ხოლო ყურანის გამოცხადება ამ შეხვედრებამდე 13 წლით ადრე დაიწყო. ეს და სხვა მრავალი მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ასეთი ბრალდებები არის უსაფუძვლო. როგორც უკვე აღნიშნეთ, შუამავალმა მოჰამედმა წერა კითხვა არ იცოდა. ამასთანავე იმ დროს არ არსებობდა ბიბლიის არაბული ვერსია. ძველი აღთქმის ყველაზე ადრეული ვერსია შუამავალ მოჰამედის გარდაცვალებიდან 250 წელზე მეტი ხნის შემდეგ გაჩნდა. მანამდე არაბულად ბიბლიაც არ არსებობდა. თვით ქრისტიანული ენციკლოპედიები და ისტორიული წყაროებიც ადასტურებენ, რომ ჰიჯაზის ტერიტორიას, ანუ არაბეთის ნახევარკუნძულს ქრისტიანული ქადაგება არ შეხებია. იმ დროისთვის ამ რეგიონში ქრისტიანები თითზე ჩამოსათვლელ ერთეულებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ან ამ რეგიონში მონებად იყვნენ გაყიდული, ან სხვადასხვა ომების დროს შეკრობილი აყვანილი ტყვეები, რომლებიც შემდგომ ამ რეგიონში მონებად გაიყიდნენ და იყვნენ ქრისტიანები, ან ვარაყა ბინ ნაუფელის მსგავსად განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ ამ რელიგიის მიმართ. ჩვენ აღნიშნეთ, რომ ყურანი შეიცავს მეცნიერულ სასწაულებს და წარმოადგენთ რამდენიმე ფაქტი იმის დამამტკიცებლად, რომ შეუძლებელია იმ დროს მოჰამედს ან რომელიმე სხვას ამ საკითხების შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა. უახლესი სამეცნიერო აღმოჩენები და ისტორიული კვლევები პარალელურად ემთხვევა 14 საუკუნის წინ გადმოვლენილ წმინდა ყურანს, წმინდა ყურანში გამოცხადებულ ჭეშმარიტებას. ეს ყველაფერი კი უტყუარი მტკიცებულება არის იმისა, რომ მისი წყარო
ყოვლისმცოდნე ღმერთის გარდა სხვა არავინ შეიძლება ყოფილიყო. მაგალითად, ბიბლიაში ძველი ეგვიპტის მმართველების ტიტულად აბრამის, იოსებისა და მოსეს დროისგან ურჩევლად ყველა ფარაონის ტიტულით არის მოხსენებული. თუმცა ყურანის თხრობა განსხვავდება ბიბლიისგან. ეგვიპტის მმართველის ტიტული, რომელიც იოსების თანამედროვე იყო, ყურანის მიხედვით არის მეფე. ხოლო ბიბლიამ მას ფარაონი უწოდა. რაც შეეხება მმართველს, რომელიც მოსეს დროს ეგვიპტეს ედგა სათავეში, ყურანი მას არაერთხელ უწოდებს ფარაონს. აბრაამისა და იოსების დროს ძველი ეგვიპტის მმართველების გამუდმებით ფარაონად მოხსენებით, ბიბლია ანაქრონისტურ ვითარებას ასახავს, რომელიც არ შეესაბამება ეგვიპტურ მონაცემებს. ისტორიულად ფარაონის ტიტულის გამოყენება მხოლოდ მოგვიანებით, ახალ სამეფო პერიოდში დაიწყეს ეგვიპტეს ისტორიაში. ძველი ეგვიპტური იეროგლიფების გაგებამ აჩვენა, რომ ეგვიპტური ტერმინის ფარაონის ყურანისეულის გამოყენება ისტორიულად არის ზუსტი. ეს იმის მიუხედავად, რომ ძველი ეგვიპტური იეროგლიფების მთელი ცოდნა უცნობი იყო ყურანის გამოცხადების დროს. ძველი ეგვიპტური იეროგლიფები საბოლოოდ მე-19 საუკუნეში გაიშიფრა, როდესაც როზეტას ქვა აღმოაჩინეს. მანამდე რელიგიური წარსულის ცოდნის ერთადერთი წყარო ბიბლიაზე დაფუძნებული ისტორიები იყო. მაგრამ შუამავალ მუჰამედს არ შეეძლო ბიბლიიდან გადაწერა, რადგანაც ყურანისეული თხრობა უფრო ზუსტია, ვიდრე ბიბლიური. ბიბლიიდან ნასესხობის თეორია კიდევ უფრო სუსტდება ყურანში მოთხრობილი იმ ამბებით, რომლებიც ბიბლიაში საერთოდ არ არის ნახსენები. მაგალითად, აადისა და სემუდის ხალხის და მათი შუამავლების, ხუდისა და საალიხის ისტორიები. ყურანის ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ბიბლიაში ანალოგი არ გააჩნია, მოიცავს დიალოგს, რომელიც შუამავალ ნუჰსა და თავის შვილს შორის შედგა წარღვნამდე. ასევე დიალოგს აბრაამსა და მამამისს და დიალოგს აბრაამსა და ტირან მმართველ ნამრუდს შორის. აბრაამის სასწაულებრივი გადარჩენა ცეცხლიდან. ასევე აღდგომის სასწაული, როდესაც ღმერთმა დანაწევრებული ჩიტი გააცოცხლა მისთვის. მოსეს ამბავი, როდესაც ძროხა დაკლეს, რათა გაცოცხლებულიყო მოკლული კაცი, რომელმაც შემდგომ გამოავლინა თავისი მკვლელი, რასაც ხანგრძლივი დიალოგი მოყვა მოსესა და ისრაელის მოდგმას შორის, თუ რა სახის ძროხა უნდა დაეკლათ. ეს ყველაფერი ბიბლიაში არ არის მოთხრობილი. ბიბლია ასევე არ საუბრობს აკვნად მყოფი იოსეს სასწაულებრივი ლაპარაკის შესახებ, არც იმის შესახებ, რომ ის თიხისგან გამოძერწავდა ჩიტის ფორმას, რომელსაც შემდეგ სულ შთაბერავდა და ის ცოცხლდებოდა ალლაჰის ნებით. და არც იმის შესახებ საუბრობს ბიბლია, თუ როგორ კვებავდა ღმერთი სასწაულებრივად მის დედას მარიამს. ამ ყველაფრის გააზრება გვიჩენს შეკითხვას, რომ საიდან ქონდა წერა-კითხვის უცოდინარსა და გაუნათლებელ მუჰამედს ამდენი დეტალური ინფორმაცია, რომელიც არ არის მოთხრობილი ებრაელებისა და ქრისტიანების წმინდა წერილებში, მაგრამ დიდი სიზუსტით ემთხვევა თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებსა და ისტორიულ კვლევებს. მართალია ყურანსა და ბიბლიას შორის არსებობს გარკვეული მსგავსება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მუჰამედი ყურანის ბიბლიიდან გადაწერაში დავადანაშაულოთ. მათ შორის მსგავსებების არსებობა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს წიგნები ერთი საერთო წყაროდან მომდინარეობს და ეს არის ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და აბრაამისეული მონოთეიზმის ძირითადი გზავნილის გაგრძელება. მუჰამედი არ შეიძლება ყოფილიყო ყურანის ავტორი, რადგანაც მისი ავტორი გამუდმებით ავლენს უხილავთა ცოდნას, რაც არ არის ადამიანის თვისება.